გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ჯანდაცვა დღევანდელი წერტილის ფოკუსში ჩვენი სტუმარი ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი იქნება და მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში მასთან ერთად ვიმსჯელებთ, რამდენად ეფექტიანია ქართული ოცნების მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, გეტყვით, რომ უკვე პარლამენტშია საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი და მომავალ წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება თითქმის 801 მილიონი ლარით და ხდება 9 მილიარდ 621 მილიონი ლარი. ამ თანხიდან ჯამში მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის მთავრობა თითქმის 7 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს, საიდანაც ყველაზე მეტი 5 მილიარდი გათვალისწინებულია პენსიების დასარიგებლად, 1,7 მილიარდი ლარი კი მიზნობრივი სოციალური დახმარებებისთვის. რაც შეეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს, 9,6 მილიარდი ლარიანი ბიუჯეტიდან ამისთვის გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით არის 130 მილიონი ლარით მეტი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა. პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის ჩადებულია 553 მილიონი ლარი, რომელიც მოიცავს პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, რისთვისაც გამოყოფილია 261 მილიონი. ასევე უმნიშვნელოდ 70 მილიონ ლარამდე გაზრდილია რეფერალური მომსახურების ბიუჯეტი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი კი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვარიანტის თანახმად 135 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. მოკლედ, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც თითქმის 29 მილიარდი ლარი იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე მეტი თანხა ერგება დასახარჯად ტრადიციულად და ეს არის 9,6 მილიარდი ლარი, საიდანაც 7 მილიარდი არის მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის განსაზღვრული, ხოლო 2,1 მილიარდი ლარი კი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის. როგორ უნდა გაიგოს მოსახლეობამ და გადასახადის გადამხდელებმა, რომელთა მიერ გადახდილ გადასახადებს ხარჯავს მთავრობა, რამდენად ეფექტიანად იხარჯება წლიდან წლამდე მილიარდობით ლარი და რა უნდა იყოს მთავარი საზომი. ამაზე ვისაუბრებთ ჯანდაცვის ექსპერტ ნინო მირზიკაშვილთან ერთად, მაგრამ იქამდე მინდა მოვისმინოთ ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის კომენტარი ჩვენს კითხვაზე, რომელიც მთავრობის ერთ-ერთ ბოლოს ხდომაზე დავსვით და შეეხებოდა ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს, რომელსაც სამინისტრო 2017 წლის შემდეგ არ აქვეყნებს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების მონიტორინგი. და ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ ბოლო წლებში, სხვადასხვა ინტერვიუებში, მათ შორის BMG-სთან, რომ სწორედ ეროვნულმა ანგარიშებმა უნდა გასცენ პასუხები კითხვებს, რამდენად ეფექტიანია კონკრეტული რეფორმა თუ ზოგადად ჯანდაცვის სისტემა და უკვე კიდეც რატომ აღარ ქვეყნდება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები და სტატისტიკური მაჩვენებლები. ამ თემაზე BMG TV-ს გადაცემა ჯანდაცვის სტანდარტში წლის დასაწყისში საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. ცოტა გასაკვირია ის, რაც ახლა ხდება, ჩვენ ვიხდით ამაში თანხას გადასახადებიდან, რომ სტატისტიკა შეგროვდეს, ამისთვის არსებობს დასაქმებული ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აგროვებს. სახელმწიფო კი არ აქვეყნებს სტატისტიკას, რაც უკვე შეგროვებული და გამზადებული აღნიშნა გიორგი გოცაძემ ჯანდაცვის სტანდარტში. როცა ეს კითხვა რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრს დავუსვი, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და ვერც კონკრეტული პასუხი მივიღეთ მიხეილ სარჯველაძისგან. ხომ არ აპირებთ დაიწყოთ ამ ანგარიშების გამოქვეყნება, იმიტომ რომ ირაკლი გობახიძე ხშირად იწონებს თავს, რომ ჩვენ ვართ გამჭვირვალე და იქ განკარგულებებს ადრე წინა მალავდა მე ვაქვეყნებოდი. პრემიერ-მინისტრი იწონებს ტრანსპარენტულობით, რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად მართებული და სამართლიანი შეფასებაა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ანგარიშების გამოქვეყნებას, პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ერთადერთი ანგარიში, რომელიც შეიძლება იძლეოდეს ინფორმაციას ქართული ჯანდაცვის სისტემის შესახებ. ესეც გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, მათ შორის
ისეთი სიახლის შესახებ, რომელიც კარგი საშუალებაა ზუსტი ინფორმაცია ვიქონიოთ ქართული ჯანდაცვის. მაგალითად, რა დავიკითხოთ? შესახებ ძალიან ბევრი კონკრეტული სექტორული კვლევებია, რომელსაც აქვეყნებს სახელმწიფოც აქვეყნებს და არაერთი ასოციაცია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ჩვენ ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში სახელით მეტყველებს, რომ უფრო ფართოდ გვაძლევს. ასე უნდა მაგროვოთ, იმიტომ რომ მესმის შეიძლება არ გიხარობთ ეს რასაც გეუბნებით, მაგრამ ეს ასე. ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ იმ დაფინანსების მიღმა რა არის სანაცვლოდ მიღებული სიკეთე, ასე ვთქვათ, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების გაუმჯობესების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ეს არის მთავარი პრიორიტეტი. თუ არა და გახსოვთ, მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა ამაზე განცხადება, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა. ესეც გაგრძელდება და ამ შემოდგომაზეც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ახალი ინფორმაცია გასავრცელებელი. აი იქიდანაც დაინახეთ, რომ მთავარი მომისმენთ გეტყვით, ნახეთ, ეს არის ყველაზე მთავარი მიმართულება, რომელიც ამ თვალსაზრისით თავის დროზეც გამოიყო, ეს არის ეფექტიანობისთვის აუცილებელი საზომები. აი ეს ეფექტიანობისთვის აუცილებელი საზომი, როგორც კი იქნება განსაზღვრული, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა, რომელზეც შეიძლება თქვენ შეგიძლიათ ვისაუბროთ, რეალურად აღგვექვა. ეს არის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი და მე არ მგონია, რომ მე მაინც ვიტყოდი თითიდან გამოწვეული იმ პრობლემაზე. არ გამოქვეყნდება კი თუ არა, უბრალოდ რო იცოდეს სექტორმა და როცა იტყვიან რომ აი ქვეყნდება, როგორც კი ეს გახდება, რა თქმა უნდა, იმ დონისა და იმ შესაძლებლობების მქონე დოკუმენტი, რაც არის აუცილებელი. კი ბატონო. რამდენად ეფექტიანია ქართული ოცნების მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი? ნინო მირზიკაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ნინომ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ვიდრე ბიუჯეტზე და მის პრიორიტეტებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში მინდა თქვენც კიდევ ერთხელ დაგისვათ კითხვა ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებთან დაკავშირებით. მართალია მინისტრმა დამიწუნა ეს კითხვა თითიდან გამოწვეულ პრობლემაზე გვესაუბრებითო, მაგრამ თქვენთვის როგორც ჯანდაცვის ექსპერტისთვის, ჯანდაცვის პოლიტიკას ვინც უყურებთ, აფასებთ, რა ინფორმაციის მატარებელია ეს დოკუმენტი და ზოგადად ძირითადი მიზანი რა არის ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რესპონდენტი ყოლია BMG-ზე, ვინც ხშირად უსვამს ხაზს, როდესაც რაღაცა ვითხოვთ შეაფასოს, როგორი სისტემა გვაქვს, ჯერ აი ის ანგარიშები არ გვაქვს. რა ინფორმაციას გაწვდით ეს დოკუმენტი? გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე აქტიურად ინტერესდებით ჯანდაცვის და სამედიცინო საკითხებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია ეს თემები ქართული მოსახლეობისთვის და ზოგადად საქართველოსთვის. რაც შეეხება ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს, ის 2003 წელს შეიმუშავა ჯერ კიდევ ეს მეთოდოლოგია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და 2011 წლიდან თუ არ მეშლება საქართველოში არის ეს პროცესი ინსტიტუციონალიზებული და ყოველწლიურად ეს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები ქვეყნდებოდა. რას გვიჩვენებს ეს ეროვნული ანგარიშები, რატომ არის ეს საჭირო და ბევრი ექსპერტი, არა მარტო მე, ჩემი კოლეგები ძალიან აქტიურად ვითხოვთ ამ ანგარიშების გამოქვეყნებას, ხო? ეს არის ჯანდაცვის დანახარჯების დანახვა და მაყურებელს უფრო დეტალურად რო ავხსნათ, მაგალითად, ეროვნული ანგარიშები ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რას ხარჯავს სახელმწიფო, რას ხარჯავს კერძო სექტორი, რამდენია ჯიბიდან გადახდები. ეროვნული ანგარიშები ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორია ჯანდაცვის ბიუჯეტი მთლიან მშპ-თან მიმართებაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, როგორია ბიუჯეტი, როგორ იცვლება მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში, იმიტომ რომ თქვენ წეგან ისაუბრეთ აბსოლუტურ ციფრებში, ნამდვილად ზრდა არის ჯანდაცვის და სოციალური დაშრომის, ასე ვთქვათ, ერთად ამ სამინისტროს ბიუჯეტის, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ საინტერესოა პროცენტი მშპ-თან, საინტერესოა პროცენტი ბიუჯეტთან მიმართებაში. და კიდევ ბევრი სხვადასხვა ძალიან საინტერესო პარამეტრი არის სულ მოსახლეზე რა იხარჯება ჯანმრთელობის დაცვაზე და ძალიან ბევრი სხვადასხვა ფინანსური პარამეტრები არის ჯანდაცვის დანახარჯების შესახებ, რომლებიც გვაძლევს საშუალებას შევხედოთ სექტორს, როგორ მიდის, როგორ ვითარდება, რამდენად ეფექტიანად იხარჯება ეს ფული და როგორია ეს პროპორციები ერთმანეთთან მიმართებაში, როგორც უკვე ვახსენე. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები. ჯანმო ზოგადად შემუშავებული აქვს System of Health Accounts, ანუ OECD-ის ყველა ქვეყანა ამას მიყვება, ეს არის ჯანდაცვის ანგარიშების
სისტემები, ეს არის მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელიც ჯანმომ შეიმუშავა და მერე უკვე ეროვნულ დონეზე თითოეული ქვეყანა აქვეყნებს თავის ანგარიშებს. ამის გარდა ეს ანგარიშები გვაძლევს საშუალებას, რომ შევადაროთ, თქვათ, სხვადასხვა ქვეყნის პარამეტრები ერთმანეთს და თქვათ, დავინახოთ ჩვენი თავი. მე მაქვს ერთი რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეიძლება ალბათ ზომავენ კიდეც შეგვიძლია ზომავენ ნამდვილად მგონია რომ ზომავენ ეს დოკუმენტები არსებობს მგონია ეს ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრება გახლავთ იმიტომ რომ არ შეიძლება მინისტრი მოადგილე პოლიტიკის შემქმნელი არ უყურებდეს ამ პარამეტრებს მაგრამ უბრალოდ არ ხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნება როგორც ჩანს 2017 წლის მერე კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეკომენდირებული ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციის მიერ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად. აქვე უნდა ვახსენო მაგალითად ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ანგარიში, ესეც ქვეყნდებოდა 4 წელიწადში ერთხელ ეფექტიანობის ანგარიში და ესეც რა თქმა უნდა დიდი ხანი არ გამოქვეყნებულა. იყო ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში რეპორტი ერქვა, ესეც ქვეყნდებოდა და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი ინსტრუმენტები, რომელიც აქვეყნებდა ჯანდაცვის სამინისტრო იმისათვის, რომ თავად მას და პირველ რიგში სექტორისთვის, კერძო სექტორისთვის და ინტერესებული მხარეებისთვის ყოფილიყო გამჭვირვალე და თვალსაჩინო ეს ყველა ინფორმაცია, რომელიც გროვდება სტატისტიკით, თქვათ, სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. ვერ გეტყვით, რატომ შეიძლება მალავდეთ, არ ვიცი, არა მაქვს ამაზე პასუხი. არ გვაქვს ისეთი შედეგები, ან არ უნდათ ამ შედეგის გასაჯაროება. ვერ გეტყვით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე არ არის ღია პასუხი და მინისტრი როდესაც ამბობს, რომ სხვა კვლევებიო, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ძალიან უფრო და უფრო ცოტა კვლევები ტარდება და ცოტა კვლევების გამოქვეყნება ხდება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, იმიტომ რომ ძირითადად ეს კვლევები ტარდებოდა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანური რესურსების მხარდაჭერით. სამწუხაროდ ბოლო წლებში ასეთი კვლევები აღარ ტარდება და აღარ ქვეყნდება. მაგალითად, შიდა მეურნეობების კვლევებს მოვიშველიებ, ესეც ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციას ვახსენებ ხშირად მათი აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით ქვეყნდებოდა, მაგრამ ესეც ბოლო რამოდენიმე წელია აღარ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინფორმაციის გამჭვირვალეობაზე და ზოგადად სექტორის გამჭვირვალეობაზე, რომ მსგავსი ტიპის ქვეყნები იყოს გამოტანილი საჯაროდ და სამსჯელოდ, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა მართლა ძალიან ისე ზედაპირულად ვსჯელობთ, იმიტომ რომ არ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული ციფრები, ხო? და როდესაც არსებობს ეს ციფრები, არის საჭირო ამაზე მსჯელობა, რათა გაუმჯობესდეს ისევ და ისევ ჯანდაცვის სექტორი. ამაზე მინდა ზუსტად ვისაუბროთ დასაწყისშიც ვახსენე ჯანმრთელობის დაცვისთვის მომავალ წელს 2 მილიარდ 100 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა, მაგრამ როდესაც ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები არ ქვეყნდება, სხვა სტატისტიკური ძირითადი მაჩვენებლები, ხედავთ ბოლო პერიოდში კვლევების სიმწირე არის, მინისტრმა კი ახსენა სხვადასხვა ასოციაციებიო, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოვიძიო უახლესი კვლევა. ჯანდაცვის ექსპერტებს, აი, როდესაც თუნდაც მე ახლა გკითხავთ, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს, თქვათ, რაც იხარჯება, რამდენად ეფექტიანად იხარჯება, რას ეყრდნობით შეფასებისას? და ეს სტრუქტურა რაც არის და ეს პირველადი ინფორმაცია სავარაუდოდ ცოტათი კიდევ გაიზრდება მომავალი წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის, მაგრამ რას ამბობენ ეს რიცხვები? სხვათა შორის წეგან თქვი უკვე რომ ეს აბსოლუტურ რიცხვებში ძალიან დიდი ზრდა არის, ხო? თითქმის 2 მილიარდზე მეტია, მოდით ჯანდაცვის სექტორზე ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში არ შევეხოთ სოციალურ დაცვას და პენსიებს, რომელსაც უდიდესი წილიმი აქვს, თქვათ, ამ ბიუჯეტიდან, მაგრამ 2 მილიარდს აცდა უკვე მთლიანად ჯანდაცვის ბიუჯეტი, საიდანაც 1 მილიარდ 2,2 მილიონი იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და დანარჩენი თითქმის მილიარდი უკვე სახელმწიფო ჯანმრთელობის ვერტიკალურ პროგრამებზე მიდის, როგორც იმუნიზაცია, ვთქვათ, აივ-შიცის ინფექციის შეჩერება, ტუბერკულოზი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და სხვადასხვა ვერტიკალური პროგრამები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როდესაც დაიწყო 2013 წელს, 14 წელს, თუ არ ვცდები, 300 მილიონით დაიწყო პირველი ბიუჯეტი და მერე იყო, ვთქვათ, მუდმივად ზრდა, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. გადახარჯვას ხედავთ ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდია გეგმასა და ფაქტიურ შესრულებას შორის. თუ არ ვცდები, ერთ წელს იყო 20-21 წელს, როდესაც გეგმა და ფაქტიური შესრულება ერთმანეთს დაემთხვა და არ იყოს დიდი რაოდენობით გადახარჯვა 100 მილიონის ფარგლებში უკაცრავად დიახ, ნამდვილად იყო ყოველწლიურად გადახარჯვა. დღეს უკვე მილიარდს აცდა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი. აბსოლუტურ რიცხვებში ბიუჯეტის და რა თქმა უნდა მისასალმებელია და კარგია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არის, თქვათ,
ჯანმრთელობა და უფრო მეტი თანხის აკუმულირება ხდება ჯანდაცვაში. მაგრამ ისევ და ისევ ეს უნდა დავინახოთ მშპ-თან მიმართებაში რა პროცენტს იჭერს და მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში რა პროცენტი იხარჯება ჯანდაცვაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონმა მინისტრმაც ახსენა და ამ საკითხში ნამდვილად დავეთანხმები, რომ თანხის ხარჯვას როდესაც უყურებთ საინტერესოა შევხედოთ გამოსავლებს, ხო? მნიშვნელოვანია გამოსავალი და გამოსავალი რა არის? თქვა ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება, გადამდები დაავადებების შემცირება, არაგადამდები დაავადებების შემცირება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის დღეს და სხვადასხვა ინდიკატორები არსებობს, რომელიც უყურებს გამოსავლებს. და როდესაც ჩვენ ამ ინდიკატორებს უყურებთ, მნიშვნელოვანია კიდევ არამარტო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია და გაიზარდა საქართველოში ნამდვილად უნდა აღნიშნოთ ბოლო 10 წლების განმავლობაში, მაგრამ აქ უკვე არის მნიშვნელოვანი ხარისხიან სიცოცხლის წლებზე საუბარი. ხო, მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა ის რომ 79 წელია, ვთქვათ, არ არის საკმარისი, ქალები უფრო მეტი, მამაკაცებში ნაკლები, თორსები 74 წელია, აქ არის საუბარი ხარისხიანი სიცოცხლის წლებზე, ჯანმრთელ სიცოცხლის წლებზე საუბარი, რისი საშუალებები რაც ასევე იზომება და ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, ჩვენ ისევ და ისევ ბევრი რამე არ ვიცით და საინტერესოა ამ ყველაფერს სექტორულმა კარგად შეხედოს და იფიქროს, რომ ამ თანხის, ასე ვთქვათ, ხარჯვა, როდესაც ხდება და უძირო ქვევრს ხშირად უწოდებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, იმიტომ რომ ვუყურებთ, ასე ვთქვათ, ჩვენ წლების განმავლობაში მზარდ ბიუჯეტს, გამოსავლებსაც ძალიან კარგად შევხედოთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, პირველადი ჯანდაცვის მიმოუტილიზაციის მაჩვენებელი ვთქვათ, რამდენად იზრდება და კიდევ ერთხელ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ შემდეგ ვთქვათ, რომ რამდენად ეფექტიანად იხარჯება ეს ფული, რაც მიდის სექტორში მიდის. ჯანდაცვის ეროვნულ ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებში ფინანსური მონაცემებია უმეტესად მოცემული, ფინანსურ დანახარჯებზე არის საუბარი, მაგრამ წეღან ვახსენე ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ანგარიში, წეღან ვახსენე შინამეურნეობების კვლევები, თუნდაც სტატისტიკური წელიწდეული, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს ყოველწლიურად, რომელიც დაავადებების გავრცელებას ეხება მარტივად და ვთქვათ მარტივს როგორ ვიძახი, ანუ აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც შეეხება ვთქვათ სექტორს, ისიც საკმაოდ დაგვიანებით 22 წლის სტატისტიკის წელიწდეული დევს ახლა დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, მხოლოდ ხელმისაწვდომი არის 22 წლის მაჩვენებლები, ხო და ახლა 25 წელს უკვე რთულია, ხო 22 წლის მაჩვენებლით იმსჯელო, ხო, ანუ ეს დროში კიდევ უფრო ჩამორჩება და იმისათვის რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, საჭიროა დროში, ასე ვთქვათ, დაწეული სტატისტიკა, ვიცი რამდენად სწორად ვამბობ ამ ტერმინს და ჩვენ ეს კოვიდმაც დაგვანახა, რომ ყოველდღიურად როგორ მნიშვნელობა ქონდა თქვა სტატისტიკას და იმ სტატისტიკაზე დაყრდნობით მე რაღაცა რეგულაციები ან იცვლებოდა, ან მსუბუქდებოდა, ან პირიქით კაცრდებოდა, ეს იყო სტატისტიკა, რომელიც რეალურ დროში გროვდებოდა და რეალურ დროში პოლიტიკის და გადაწყვეტილების მიმღებები თქვა იღებდნენ გადაწყვეტილებას. როგორი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს? ეს ღია კითხვა რომ დავსვა, იმიტომ ზოგი ამბობს რომ კარგი სისტემა გვაქვს, იმიტომ რომ მოქნილია, არ ზღუდავს მოქალაქეს და ასე შემდეგ. თუმცა, ვთქვათ, პაციენტების მხრიდან ალბათ ხშირად არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კრიტიკის საგანი. აქ თქვენი როგორც დიახ, სამწუხაროდ, პროფესიონალი საზომი რა არის და მოქალაქეები როგორ უნდა ვზომავდეთ? ხო, ცოტა რთული კითხვაა და ძალიან რთულია ეს ერთ წინადადებაში არა ცენტრში არ დგას რა თქმა უნდა, პაციენტი არ დგას ცენტრში ახლა ამაზე. ბევრი მილიარდი იხარჯება იმისთვის. ამაზე ახლა მე მგონი ცალსახაა, რომ პაციენტ ცენტრული და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინისგან ჩვენ ბევრი გვჭირდება კიდევ რომ ეს ამას მივახცოთ, რა თქმა უნდა, არის პროგრესი და გაუმჯობესება. სულ ახლა 9 მილიარდი ახსენდა, მგონი ქვეყნის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 20 წლის წინ 9 მილიარდი და დღეს ახლა ის ამ სექტორზე მიდის დღეს 29 მილიარდია. ეს ფინანსური კეთილდღეობას მოაქვს მე, რა თქმა უნდა, კარგი ჯანმრთელობაც, კარგი განათლებაც და თქვა სხვა სექტორების განვითარება. ეს ცალსახაა. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჯანდაცვის სისტემა არის და ჯანდაცვის პოლიტიკა არის ქვეყნის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვერანაირად ვერ განვიხილავთ სისტემას ესე, ასე ვთქვათ, ცალკე. ვერ ვისაუბრებთ პროგრესზე, ვერ ვისაუბრებთ ინოვაციებზე, ვერ ვისაუბრებთ რაღაცა სიახლეების დანერგვაზე მედიცინაში, მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით არის რეგრესი. ეს ძალიან ცალსახაა. ამიტომ გვაქვს ისეთი ჯანდაცვა, როგორიც არის ქვეყანა.
როგორია ქვეყანა? ხო, ეს აი როგორია. დღევანდელობა ძალიან რთულია, ხო, რა თქმა უნდა და ესეთი რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც გლობალურად, ისე რა თქმა უნდა, ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს აისახება ჯანდაცვის სექტორზე. მაგრამ აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, ხა დღესაც ვკითხულობდი რაღაც იმართება საერთაშორისო ორთოპედ ტრავმატოლოგების კონფერენცია, იმართება გულისუკმარისობის საერთაშორისო კონფერენცია. ძალიან აქტიურობენ ეკიპები და ბევრი საერთაშორისო ენდოკრინოლოგების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ბევრი საერთაშორისო კონფერენცია იმართება საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია და ისევ და ეს მოწმობს დასავლურ მედიცინაზე ბმას, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა სიახლე დავინახოთ, რაღაცა ახალი მეთოდი დავგეგმოთ, რაღაცა ახალი გაიდლაინი შევისწავლოთ, ახალი მედიკამენტი გამოვცადოთ, ეს ყველაფერი არის დასავლეთზე ცალსახად მიბმული. ხო, ახლა კონფერენციაზე არავინ არ დადის რუსეთში, მე მგონი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ საუბრობთ პროგრესზე, ეს იყოს მიბმული, ვთქვათ, დასავლურ მედიცინაზე. რა გავლენას ახდენს თქვენ დასაწყისშიც ახსენეთ, როცა კვლევებზე ვსაუბრობდით, შემცირდა სფეროში, ეს ვთქვათ, პროფესიული კვლევები, მე მახსოვს კურაციო საკმაოდ აქტიურად აქვეყნებდა მსგავს კვლევებსაც. რა გავლენას ახდენს ის ანტიდემოკრატიული კანონები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იქნა მიღებული ჯანდაცვის სექტორზეც, იმიტომ რომ ვთქვათ, ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები ყველა სფეროში ძალიან ისე სწრაფი ტემპით არის და მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში როგორ აზიანებს ეს ექიმებს, ზოგადად ჯანდაცვის პოლიტიკის თემაზე მუშაობებს. დონორული დახმარება საკმაოდ დიდი იყო, აი ზუსტად ეროვნულ ანგარიშებზე ვსაუბრობდი და იქ არის ერთ-ერთი პუნქტი ჯიბიდან გადახდები, თქვა რამდენს ხარჯავს სახელმწიფო, რა არის დონორების დანახარჯები წლიდან წლამდე და ძალიან საინტერესოა ეს ციფრები. დონორული დახმარება ძალიან ბევრი იყო და სხვადასხვა მიმართულებით, როგორც პოლიტიკის, ასე ვთქვათ, უშუალოდ, ისე სერვისების დონეზე, ისე ვთქვათ, აგერ გლობალური ფონდი, რომელიც ეხმარებოდა საკმაოდ მოწყვლად ჯგუფებს, რომელიც დაინფიცირებული არიან აივშიცით, ტუბერკულოზით, მალარიით და ასე შემდეგ. ბევრი მიმართულებით იყო ბევრი წლების განმავლობაში დახმარება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ისე ევროპის და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან რთულია დღეს, რა თქმა უნდა, იმაზე ვიფიქროთ, ხო, როდესაც ეს დონორული დახმარება აღარ არის და მათ შორის აი კვლევების ჩატარება რო ვახსენე, დიდწილად ეს, რა თქმა უნდა, დონორების დახმარებით ტარდებოდა. ბევრი საკითხი და ბევრი საკითხის დანერგვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ საკითხში ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა. ძალიან რთულია დღეს ჩვენ ვიფიქროთ, როდესაც აღარ არის ეს და აღარ იქნება ეს დონორული დახმარება. დამოუკიდებლად შესწევს თუ არა ქვეყანას ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, სწორედ გააკეთოს სხვადასხვა დახმარებების, ასე ვთქვათ, ხარჯზე, ხო და ეს ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს დახურვამ, ხო, გლობალური კონტექსტი ვახსენეთ, ზეგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გათვალისწინება, ხო, იქ შეიძლება რაღაცა კონკრეტული პროექტი, არ ვიცი, არასწორად იყო დაგეგმილი ან არასწორად იხარჯებოდა ან რაღაც, მაგრამ გლობალურად, რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი დონორული დახმარება. განვითარებული სამყაროდან, განვითარება და ასე ვთქვათ, ქვეყნებისკენ მიმართული და მათ შორის საქართველოშიც ბევრი სასიკეთო საქმე ნამდვილად ჯანდაცვაში და ცეგეპატიტის აღმოფხვრა შემიძლია მხოლოდ ერთი დავასახელო და არ გავჩერდე, ღირს იმად, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ეს დახმარება იყო, ვთქვათ, ძალიან უდიდესი და დაავადებათა კონტროლში, მათ შორის სამინისტროში ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობდა, რომელიც ორიენტირი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. და ნამდვილად უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი, იმიტომ რომ ხა რაღაცა ძალიან ისეთი პოლიტიკა მიდის და სულ უსვამ ხომ ეს ხალხს. არც ერთი პროექტი, არც ერთი პროგრამა არ მიდიოდა სამინისტროსთან, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე. ჯერ ხდებოდა ამ ყველაფრის შეთანხმება, მერე ხდებოდა ვთქვათ პროექტის ლონჩინგი, ინგლისურ ტერმინს ვიხმართ, ანუ განაცხადის გაკეთება, ხო ესეც სახალხოდ სამინისტროში ვიზიტი, ანუ ყველა პროექტი და სამინისტროს დონორების კოორდინაციის და სამთავრობო დონეზეც არსებობდა დონორების კოორდინაციის, ასე ვთქვათ, დეპარტამენტი, რომელიც გვერდით, სადაც ძალიან დეტალურად იყო გაწერილი და სახელმწიფო საქმის კურსში იყო, მე მინდა უბრალოდ კარგად ახსნა, რომ არავინ რაღაცა ჩუმად არაფერს არ აკეთებდა, ეს იყო ძალიან ღია და ნებისმიერი დონორის ქმედება და ასეც უნდა ყოფილიყო ნამდვილად, იყო ყოველ შემთხვევაში ეს დიდი პროექტები ნამდვილად იყო შეთანხმებული და ის აქტივობები, ის გამოსავლები, რომელიც პროექტს ჰქონდა, ის შედეგები ნამდვილად იყო გაზიარებული და შეთანხმებული მესეურებთან, სახელმწიფო მესეურებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიღაცა ჩუმად არაფერს არ აკეთებდა და ეს იყო მთლიანი სისტემა, ხო, როგორ მოქმედებდა და სახელმწიფო ზუსტად ხო მნიშვნელოვანია ის, რომ თქვა წინა წლებში, სადაც ჰქონდა ნაკლებობა, სადაც ჰქონდა სისუსტე, სადაც ჰქონდა დეფიციტი, იქ ითხოვდა
საერთაშორისო დახმარებას, რაც ნამდვილად ლოგიკურია, ხო? თუმცა ექსპერტიზა, როგორც ფინანსურს, ისე ხო, იმიტომ რომ რაღაც იყო რაღაცა პროექტები, რომ პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას ითვალისწინებდა, იყო რაღაცა პროექტები, რომელიც ექსპერტულ დახმარებას ითვალისწინებდა, ხარაც მომაგონდა ბოლო წლებში რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტების სტრატეგია შემუშავდა 22-30 წელი და ევროკავშირის ძალიან დიდი პროექტი იყო, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს ეს ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელსაც თქვა, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არის გამოქვეყნებული და ხელმოწერილი პრემიერის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და არაერთი ესეთი, არა მხოლოდ დოკუმენტში ტიპში, არამედ სერვისების დონეზეც რა თქმა უნდა ხდებოდა მოქალაქეების დახმარება განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, უნარშეზღუდულ ადამიანებზე ვსაუბრობ აქ, თქვა, დაინფიცირებულებზე, გადამდები დაავადების მიმართულებით იყო ძალიან ბევრი პროექტი ორიენტირებული და თქვა ასე შემდეგ. ამიტომ ამის ხაზგასმა ნამდვილად საჭიროა ამის. ჩვენი დრო იწურება ნინა და ერთგვარად მინდა შევაჯამოთ, ძალიან დიდი სფეროა ჯანდაცვა, ამიტომაც იხარჯება ბევრი მილიონი, მაგრამ რა რეფორმები გახდიდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უკეთეს ცენტრში პაციენტით, იმიტომ რომ ხედავთ წლიდან წლამდე იზრდება თუნდაც ნომინალში დაფინანსება, მაგრამ გვიჭირს შევაფასოთ რამდენად ეფექტიანია ან რა გახდიდა უფრო ეფექტიან ამ დანახარჯებს. დანახარჯების, ვთქვათ, დაჭერის თემა ბევრჯერ იქნა წამოწეული განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ დადგა ეს აქტუალურად და ეს 520 დადგენილება მაშინ ასე ვთქვათ წამოვიდა თუ სწორედ მახსოვს ცნობილი და ამას მოყვა მალევე DRG სისტემის შემოღება, რომლის მიზანიც რეალურად იყო ჯანდაცვის დანახარჯების ასე ვთქვათ შეზღუდვა, ხო, რაც ლოგიკურია და პრინციპში სწორია, იმიტომ რომ მართლა უძიროქვევრივით ესე ვერ იქნება, ხო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მანამდე იყო ისტორიულად რომ გადავხედოთ 2017-ში მცდელობა, როდესაც დიფერენციაცია მოხდა მოსახლეობის და შემოსავლების მიხედვით მიება საყოველთაო კატეგორიებს გულისხმობდია. ხო, ანუ რამოდენიმეჯერ იყო სახელმწიფოს მხრიდან მოკლედ ამისი აქტიური მცდელობა, თუმცა რაც შეეხება ეფექტურობას, ახლა DRG იყო ამისი კარგი მაგალითი და ჩვენ ბევრჯერ ღია ეთერში ვთქვით, რომ ძალიან კარგი საშუალებაა ზუსტად ფინანსური, ვთქვათ, ასე ვთქვათ, მოდელი, ეს ძალიან კარგი მოდელია. მაგრამ ისევ და ისევ იმის გამო რომ სისტემა არის ჩაკეტილი, ახლა დღეს ძალიან აქტიურად საუბრობენ ტარიფების გადახედვაზე. ანუ 2023-ში რომ შეიმუშავეს ტარიფი, ხო, ის ტარიფი აღარ არის საკმარისი. როცა სულ სხვანაირად ვითარდება, ხო. ამიტომ DRG შეამცირა, კარგია ნამდვილად, რაღაც პაციენტის გადახდები გარკვეულწილად შეამცირა, მაგრამ ისევ და ისევ სექტორისთვის, ანუ სექტორს ბევრ საკითხში შეიძლება იყოს უკან დამწევი. უხარისხო სექტორი ცდილობს, რომ იმ თანხას მოარგოს ის ოპერაცია. და რის ხარჯზე პაციენტის ხარჯზე, რის ხარჯზე იქ უხარისხო მასალა შეიძინოს, არ ვიცი რაღაცა იქ ანაზღაურება არ იყოს ესე და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ რეფორმებზე ვსაუბრობთ, რომ დაფინანსების ეს ერთობლიობაში უნდა რაღაცა დაიწყო, მაგრამ ამას უნდა მოყოლო და ხშირად იყო ამაზეც საუბარი ბევრ ეთერში სელექტიური თქვა კონტრაქტირება. ახლა აღარც ვახსენებთ. აკრედიტაციის თემები დაიწყო, ძალიან მისასალმებელია, უნდა იყოს ამისი თქვა გაგრძელება, იმიტომ რომ აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ერთხელ ავიღე აკრედიტაცია და თქვა დამთავრდა პროცესი. პირიქით, ხო? ეხლა უფრო მეტი სამუშაო აქვს, მე თუ მკითხავ კლინიკებს. ეს პროცესის რაღაცნაირად გაჩერდა. პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ბევრი წელია ვსაუბრობთ და შემოდგომიდან სიახლეები იქნება. რეალურად ხო, არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ უტილიზაციის მაჩვენებელი 4-ია რეალურად, რაც ძალიან დაბალია, 7 და 8 არის ევროკავშირის, მაინც ევროკავშირის ქვეყნებს ვედრებით. რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამის კომპლექსურად გაკეთება არის საჭირო, იმიტომ რომ ესე ცალკეული რეფორმები არ არის ისე შედეგის მომტანი, როდესაც ეს არ ხდება ერთობლიობაში. რთულია ძალიან. კერების ჩაქრობა, რა თქმა უნდა, რთულია ძალიან, არ არის მარტივი ეს, იმიტომ რომ მაგრამ ეს რეფორმა ჯანსაღი პროცესია და სისტემის პროგრესზე და წინსვლაზე თუ ვსაუბრობთ, ჩვენ ნამდვილად ამაზე უნდა ვიფიქროთ და ერთად კერძო სექტორმა და ვთქვათ გადაწყვეტილების მიმღებმა სახელმწიფომ ეს ყველაფერი ერთად უნდა გააკეთოს. ევროპა რადგან ვახსენეთ ჯანდაცვის სისტემას, რატო სჭირდება ევროინტეგრაცია, ძალიან მოკლედ ყველა სექტორის წარმომადგენელს ვუსვამ ბოლო პერიოდში ამ კითხვას.
რას დავკარგავთ თუ არ დავკარგავთ? მე მგონი ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი, ინოვაცია, წეღანაც ვახსენე, ჩვენ იგივე კოვიდის დროს რას უყურებდით, რას ვუსმენდით, პირველი რასაც ვხსნიდით საიტებს, ხო? საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებს, ხო? ბრიტანული, ამერიკული ჯამა და ასე შემდეგ, Lancet, BMJ, ანუ პროგრესი და ჯერჯერობით ასეა ყოველ შემთხვევისთვის მოდის დასავლეთიდან და შესაბამისად ჩვენ უსმენდით ჩვენ კოლეგებს, თქვა საფრანგეთიდან, ამერიკიდან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სიახლეები მე გადმოგვეყო და გაგვეზიარებინა და ადაპტაცია გაგვეკეთებინა და აი კოვიდის დროს თუ ჩვენ რაღაც წარმატებებზე ვსაუბრობთ ეს ნამდვილად იყო ის რეკომენდაციები და რეგულაციები რომელიც მოდიოდა თქვა დასავლეთიდან და ყველანაირად მიმართებაში ჯანდაცვას აუცილებლად ჭირდება პროგრესი და კიდევ ვძახი დღეს ექიმს როდესაც უნდა რაღაცა სიახლე მედიკამენტზე რაღაცა ახალი ინტერვენცია თქვა გაიგოს ნახოს პედიატრიაში იქნება თუ მოზრდილებში რაღაცა გაიდლაინს გაერთოს ეს ყველაფერი არის ბრიტანული, ამერიკული, ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნების და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ პროგრესზე ვერ ვიფიქრებთ თუ პირობითად ვიქნებით მიბმული რუსულ მედიცინაზე. ამიტომ ამ ქვეყანაში რა დავასრულოთ? უხარისხო სამედიცინო მომსახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ყველა პაციენტს აწუხებს და ჯიბიდან გადახდების ისევ და ისევ მაღალი წილი, რომელიც ისევ ყველა პაციენტის საწუხარია, იმიტომ რომ ეს ზედმეტი კვლევები, ზედმეტი დიაგნოსტიკური პროცედურები, პოლიფარმაცია, ეს რაზეც არაერთხელ არის ამაზე გაშხარებული ზედმეტი მედიკამენტები, ეს ყველაფერი აისახება პაციენტებს და რატომ იქცევიან ჯანდაცვის სექტორის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები? ხო, აი სამწუხარო მე ხარ რა თქმა უნდა სექტორზე განზოგადებით და ყველა ექიმზე ვერ ვისაუბრებ და სულ ვამბობ ხოლმე რომ ეს ნამდვილად პრობლემაა, თუმცა სულ ვამბობ ხოლმე, აი როდესაც იყო სამინისტროს მხრიდანაც რაღაც კლინიკებზე საუბარი დაჯარიმებაზე პირიქით უნდა ითქვას, უნდა ამაზე ღიად დასახელდეს ის ექიმი, ის კლინიკა, რომელიც თქვათ არასწორად იქცევა და თქვათ არ ღვევს რაიმე ეთიკურ თუ სამედიცინო სტანდარტებს და რა თქმა უნდა ყველა მთელი სამედიცინო სექტორის ერთიანობაში, ასე ვთქვათ, განხილვა არასწორია, მაგრამ ეს ფაქტები მრავლად არის და ამ ეს გვაძლევს უხარისხო სამედიცინო მომსახურებას და თან ხარ როდესაც იხარჯება, ხო არ არის მნიშვნელობა, კერძო დაზღვევა ხარჯავს, სახელმწიფო ხარჯავს, ჯიბიდან იხარჯება, რომელიც კვლავ მაღალია, როგორც უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანია, როდესაც ეფექტიანად საუბრობთ, მნიშვნელოვანია იყოს მიიღოს პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ვთქვათ, არ იყოს გადინება თურქეთის თუ ევროკავშირის სხვადასხვა ცენტრში იყოს პაციენტი. მადლობა ნინო, წარმატებები თქვენ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა ჯანდაცვის ექსპერტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.